პირველ რიგში მე თქვენთანაც მინდა რამოდენიმე წამი დაუთმო და მადლობა მოუხადო ყველა ტელევიზიას, ყველა პრეს-ცენტრს, ყველა მეგობარს, ყველა ნაცნობს, ვინც მხარში მედგა სოლიდარობისთვის ყველას დიდი მადლობა და ყველა მე რო გარეთ ვარ ეს არაფერს არ ნიშნავს. ყველა მინდა რომ გარეთ იყოს და დიდი და მალე გამოსულიყოს სულ ყველა. რაც შეეხება ეხლა მე დღესაც ეს 2 დღეა სულ ვარ, ალბათ თქვენთანაც იგივეს ვიტყვი და მეტი საერთოდ აღარ მექნება სათქმელი, იმიტომ 3 დღე ერთი და იმავეს ვამბობ. 4 რიცხვში რაც მოხდა ყველამ კარგად უნდა გაანალიზოს და თქვენ რაც ბრძანეთ სრულებით გეთანხმებით. 4 რიცხვიდან 4-ში ქვესკნელში კი არ უნდა ჩავყვეთ 4 რიცხვს. რა იყო როგორ ჩვენ უნდა თქვათ და წავიდეთ წინ, როგორ გადავლახოთ ეს 4 ოქტომბრის მოვლენები, გავაანალიზოთ კარგად, სულ ამას ვამბობ, მეცნიერი კაცი ვარ მე და მეცნიერებსაც მივმართავ. ესე ზეპირად არა, არჩევნებისთვის, ხვალ არჩევნებია და რამდენ ხმას მივიღებ, ამისთვის არა. იმიტომ რომ ეს მე ჩემ თავზეც გამოვცადე. მე გარეთ რო ვიდექი, მაგასაც ვიტყვი. თანამდებობა მე არ მინდოდა, პოლიტიკაში მოსვლა მე არ მინდოდა და არაფერი, მაგრამ ασეთი არის უამრავი ხალხი, რომელსაც უნდა ნორმალური ცხოვრება. კი, სამშობლო მიყვარს, მიყვარდა და მეყვარებაო თქვენი სიტყვები პოლიციის. ეხლაც გავიმეორებ, მე არც სახიფათო ვიყავი სახელმწიფოსთვის გუშინ, არც დღეს და არც ხვალ არ ვიქნები, მაგრამ როგორც ყოფილი რეანიმატოლოგი, ყოველთვის ვიბრძოლებ ბავშვის სიცოცხლისთვის და ყოველთვის ვიბრძოლებ სამშობლოს გადარჩენისთვის. ეხლა მე რა მივიღე ამ დღეებში. სხვათა შორის ის ადგილი საჭირო ყოფილა, ცუდი იყო იმისთვის, რომ მე იქ მოხვდი, მაგრამ კარგი ყოფილა რაღაცა ტვინის სხვა მიმართულებით გამეხსნა, მაინც რითი მივედით. ბოლოს და ბოლოს შეხედეთ ალბათ პროცესებს, ხო? სხვანაირად შევხედე, ეს ხო უნდა დაამთავრდეს, არა? რა უნდა დაამთავრდეს? უნდა დაამთავრდეს. რა უნდა დაიწყოს? აი ნახეთ, უნდა დაამთავრდეს არასწორი ქმედებები. არა აქვს მნიშვნელობა საერთოდ. სულ ყველას მხრიდან, ნახეთ როგორ ერთმა უნდა გაიგოს, რომ ძალადობრივი გზით არ გამოვა ქართველებთან საუბარი და მეორე მხრივ უნდა იყოს ის საუბარი, რომ ეს რომ მოხდა, ეს იყო გაუანალიზებელი, აი პოლიტიკური სპექტრის არაკოორდინირებული და არაერთობლივი მოძრაობა. საერთოდ არ ვიცი, რამდენად ჩართული იყო პოლიტიკური სპექტრი 4 ოქტომბრის ამბებში, სამაზე საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი მალევე დააკავეს და ეს დიდი ძვლები როგორ გამოვა პოლიტიკური გარეშე. მე გარეთა ვარ, ვეღაცა გარეთა არის, საზოგადოების წევრები რო გარეთა ვართ, მაინც ბოლო წერტილი მიდის სამართავად მივა პოლიტიკოსებისკენ, ხო? რომლებიც არ არიან ერთად არ არიან, ჩემი სურვილი იქნება, აი რო შევაჯამოთ, მე ბევრი რაღაცა 4 ოქტომბერი უნდა გაანალიზდეს კარგად, ყველამ უნდა გაანალიზოს. მეორე 4 ოქტომბრიდან ახალი სიცოცხლე უნდა დაიწყოს ყველაფერმა და მესამე ყველა უნდა შეეგუოს. დღეს ვინც არის მართლობაში და ხვალ ვინც უნდა მოვიდეს, რომ ჩვენ ევროატლანტიკური, აი როგორც წეგანაც ვკი და ეხლაც გავიმეორე, როგორც თქვენ გიყურებთ, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროატლანტიკური დიდი ოჯახის წევრი, მაგრამ ეს რაც უფრო შორს იქნება, უფრო ცუდი შედეგებით მივალთ იქამდე. ამიტომ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, რომ როგორ მივიდეთ ერთად და ერთად ვიტყვი. ამ საკითხს არავინ სხვა ვერ გადაგვიწყვიტავს. ამ საკითხს, რასაც მე ვლაპარაკობ, ეს უნდა მოხდეს, ცუდია თუ კარგია, საქართველოში უნდა მოხდეს. ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ვიყოთ გონივრულად ერთად და უნდა კიდე ვიტყვი, ესე არა უბრალოდ სიტყვით მე ასე ვფიქრობ. მეცნიერული ანალიზი, მე ხა პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ პოლიტიკურად გაანალიზებული, შინაარსობრივად უნდა იყოს დადებული, მშვიდობიანად როგორ მივდივართ ბოლოში. კი ბატონო.